მოკლედ სოცხამკლარი დავიბად. ის სიგნალს მოაქვს შინაარსები. რა ინერცია არის ის, რასაც ქვია იყო საშა კაცმანი. ცხოვრებაში სამ რაღაცას მოაქვს ჩემთვის ურადღება და სიყვარული. ხალხი ტაჟს გიკრავს, როცა გაქვს მიღწევები, როდესაც ისი მაგრა გადაობა, როცა შენ შეგიძლია ვიღაცა გადაარჩი. რომ ერთადერთი ვინც დამადასტურებელია რა მუშაობს შენთვის და რა მუშაობს, შენ ხარ. ვინმეს თუ გონია რომ იმდენ ჭკვიანი ვიყავ, რომ მე თვითონ დავდექი ამ გზაზე ეგრე არ ყოფილა. და წიგში ეგ წერია. მე მაქვს სისტემური აზროვნება. იცი რამდენჯერ ჩავსრიალდი უკან? ყველა კრიზისი რა ცხოვრებაში არის, სინამდვილეში აქვს პოტენციალი, რომ გამოგაფხიზნოს. გრძნობიარე თავისუფალი ადამიანები ძალიან რთული სამართავიან. მარკეტოლოგ მე მოუთხეს ადამიანს, რა არის ბედნიერება, რა არის თავისუფლება. და შესაბამისად ადამიანს დღესდღეობით უკვე ნაკარნახები აქვს, რა უნდა აკეთოს სუბსტიტუტების მოსაპოვებლად. კატალიზატორი არის ტკივილი. კატალიზატორი არ არის სიამოვნება. თუ ფეხსაცმელმა მოგიჭირა, შენ დაფიქრდები უკვე იმაზე, რომ მოიხსნა ეს ფეხსაცმელი. ბოლოს რა ხდება? პასუხი არის სიმშვიდე. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homeri. ეხლა კარგად მომისმინე. თუ შენ გაქვს საინტერესო პირადი განვითარების გზა. თუ შენ მაგალითად საინტერესო გზა იარე, ბევრი პროფესია შეიცვალე, ან ეხა შეიცვალე პროფესია, ან მთლიანად გამოიცვალე სფერო, რაშიც მოღვაწეობ, თუ შენ რაღაცეები აღმოაჩინე, რისიც გჯერა, რომ ეს იქნება საინტერესო სხვა პოდკასტის მაყურებლისთვის, მაშინ აუცილებლად შედი ჩვენ მულზე და შეავსე ჩვენი ფორმა. იმისათვის, რომ ჩვენ გაგიცნოთ, იმისათვის, რომ ჩვენ მოვისმინოთ შენი ისტორია და თუ შევხედეთ და დავწმუნდით, რომ ამ ისტორიაში და ამ გაზიარებაში შეიძლება იყოს ღირებულება ჩვენი მაყურებლისთვის, ჩვენ ამ ისტორიას აუცილებლად გავაშუქებთ ჩვენ პოდკასტში. მოგიწევთ სტუმრად, ჩავწერთ პოდკასტს და მოგცემთ საშუალებას, რომ ადამიანებმა გაგიცნონ პირადად შენ, გაიგონონ შენი ისტორია და თავისთავად ისწავლონ შენგან. და კიდევ ნიშნავანი არის, რომ შენ იყო ფასეულობების ადამიანი. თუ ფასეულობების ადამიანი არ ხარ, მაშინ სავარაუდოდ ვერ იმიჟელებ იმ ფასეულობებზე, რომელიც ჩვენ მაგიურ ყუთშია. ესე იგი, თუ გაქვს საინტერესო ისტორია, პირადი, ხარ ფასეულობების ადამიანი, მოგწონს ჩვენი პოდკასტი, შეავსე ფორმა. დავიწყოთ. მოგესალმებით ყველას. მე მართლა ესე ეს ბნელ გაუგებრობაში ვარ მოხვედრილი. მე პირველი საშას მოულოცავ წიგნის გამოცემას. მე თვითონ მომეხსენება გადასარევად, რომ წიგნის დაწერა, არ ვიცი, ქალები მშობიარობის დროს რა ტკივილებს განიცდიან, მაგრამ აი წიგნის დაწერაც რო დაახლოებით ალბათ მაგის რანგში გასასვლელი არის. ეგ მე თვითონ ხვდები ამას. ურთულესი არის, რომ შენ მობილიზირება ჯერ შინაგანად გადაწყვიტო, აზრებს თავი მოუყარო, ძალიან დისციპლინა გჭირდება საკუთარ თავთან, რომ დაჯდე და ტექსტთან იმუშაო. ყოველ შემთხვევაში მე ასე უყურებ, ერთხელ რაღაცა თარგმნილი და კორონა რო არ ყოფილიყო, მაგას ვერ გავბედავდი, ამიტომ საშა, ჩემი პატივისცემა შენ ამ შრომის ერთ-ერთი დამფასებელი ნამდვილად ხმამაღლა მეც ჩამწერე შენს ფან-კლუბების სიაში და სიაში ცოტათი მაღლა. მე ვიცი ამის წინ რა შინაგანი შრომაც დევს, რა ფიზიკური შრომაც დევს, რა ნერვებიც უნდა ამას და გილოცავ აი ამ მშობიარობას და გილოცავ იმას, რომ ესე იგი შენ კიდევ გაირჩენ ძალიან ბევრ თანამოაზრე ადამიანებს, რომლებიც შიგნიდან გაგიგებენ და შეუძლებელია, რომ ამ ჟანრის წიგნი ასეთი მთელი გული, სული და ნაფიქრალი ჩადო და ეს დარჩეს ჰაერში. ამას ჩვენ კიდე დაუბრუნდებით. მოლოცვა ჩემგან და პატივისცემა ჩემგან. მეორე აბსოლუტურად გულწრფელად იმასაც ვიტყვი, რომ საშა კაცმანი ჩემთვის რო ვეკითხათ ერთი 10 წლის წინ ვიტყოდი, რომ ფიშტოიანი კაცი არის ერთი საქართველოს ბანკში ჯიბიდან ისურის მეთქი ესე წარადგინეს ყოველ შემთხვევაში ჩემს მიმართ და რაღაცნაირად ისეთი მომენტი არის, რომ ადამიანი რომელიც არ ვიცი
მენეჯერია თუ თანამდებობის პირია თუ რა წონით გადატანითი და პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობით, ესე იგი მძიმე წონითი კატეგორიის ადამიანი არის, უცებ აი ესე მოწყვლად მდგომარეობაში გადავა და თავის შინაგან სამყაროს ესე გარეთ გამოიტანს, ეგ ჩემგან ნამდვილად მეორე ტალღა არის პატივისცემის და ეგეც ესე იგი მინდა რომ ხმამაღლა და პირში გითხრა ეგ ამბავ. მესამე მომენტი არის ის, რომ საშამ მთხოვა ჯერ წიგნის რაღაცა პრეფეისის დაწერა, ეხლა უკვე თქვენთან წარდგენა და პოდკასტი ამ პატიოსანამ ადამიანმა ჯერ თავის ძოზე მე გამომიჭირა ერთ პატარა ოთახში შემაგდო და პოდკასტები ჩავწეროთო და მაგაზეც მადლობა, იმიტომ რომ მე თვითონაც ვიჭერ ჩემ თავს იმაში, რომ ადამიანები როდესაც კითხვებს გისვევენ და ლაპარაკობენ, აზროვნების აქტი არის და მე თვითონ რაღაცები მიგნებებით წამოვედი და ეხლა ესე იგი რევანშის დრო არის, რომ მე უნდა გამოვიჭირო საშა და მე ჩემთვის პატარა საშინაო დავალება გავაკეთე, რაღაცა ბომბა კითხვები მოვამზადე. ეს შენთვის არ არის ბომბა, ალბათ უფრო ჩემთვის არის, იმიტომ რომ მაინც რაღაცა მობილიზაცია მინდოდა და შენის ნებართვით გავუყვებით ჩვეულებრივად იმ გზას, ალბათ ამ გზას თვითონ ცხოვრება ქვია, გმირის მოგზაურობაც ეს არის, შენი მოგზაურობაც ეს არის. მოდი სულ თავიდან დავიწყებ, როდესაც საშა კაცმანი დაიბადა, სამშობიაროდან გამოიყვანეს და სანამ კითხვა იქნებოდა, რომ როგორი ხარ შენ, მანამდე შენ უკვე რაღაცები მოგეწეპა, ალბათ სახელი მოგეწეპა, ალბათ გვარი მოგეწეპა, მინიმუმ ქალაქი ხომ მაინც მოგეწეპა, ის ოჯახი ხომ მაინც მოგეწეპა და ჩემი კითხვა არის ესეთი რაღაცა, რომ რა ინერცია არის ის, რასაც ქვია იყო საშა კაცმანი. როგორი უნდოდა შენს გარემოს, შენს ოჯახს, შენს ყოველდღიურობას, რომ გამოძერწილიყავი შენ. მადლობა ანდრო, პირველ რიგში ეს წიგნი არის 7 თვიანი, მაინც დავაზუსტებ, რადგან ბავშვის ანალოგია და ორსულობის გამოვიყენეთ, ეს 7 თვიანი. რო დავუბრუნდე შენ კითხვას, მე დავიბადე ალბათ შემიძლია თამამად თქვა, ეგ არის ტრაგიკომედია. ტრაგიკომედია რამოდენიმე ასპექტში არის, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩემი მშობლები, მამაჩემი ორთოდოქსალური, ძალიან მორწმუნე ებრაელური ოჯახიდან, რომელსაც უმზადებენ რომელიღაცა სარას იდეაში და რომელსაც სარა ებრაელურად უნდა გამოისყიდონ და იმიტომ რომ ეს კოენია და აუცილებლად სარა უნდა იყოს და გრძელთმიანი სარა იქნება თუ უფრო გრძელთმიანი, ეგ მოლოდინი. ამას დედაჩემი ძალიან ვაჟკაცური ქართული ოჯახიდან, რომელიც ქართულ სიზეს ელოდება. მამლუქის არ იყოს, არც ერთი აღმოჩნდა ქართველი და არც მეორე ებრაელი. სუსტად საპირისპირო მოხდა და მე მგონია რომ საერთოდ ჩემი დაბადება თავიდანვე იყო რიბელინგის აქტი. ანუ რიბელინგი იყო, მამაჩემის რიბელინგი იყო, დედაჩემის რიბელინგი იყო, ორივე რებელობდა, სავარაუდოდ თინეიჯერობა არ გამოიარეს, მე ფსიქოლოგიდან გავიდე. და რადგან თინეიჯერობაში ეს რებელობა ვერ ამოწურეს თუ ვერ განიცადეს ბოლომდე, რებელობდნენ 36 წლის ასაკში, თავაზუსტებ. და გავჩნდი მე და დადგა კითხვა პირველი, როგორ მოვნათლოთ ეს ბავშვი? ხო და იმ კინოსი არ იყოს მომზადი ბატონო, არა თქვენ მომზადი ბატონო, არა თქვენ მომზადი ბატონო, არა თქვენ მომზადი ბატონო და მოკლედ ესე დავრჩი მე რელიგიური მონათვლის თუ წემსის გარეშე ცოტა ხანი. ეგ ერთი. და მეორე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ დედაჩემი მიყვებოდა რომ ის არის რა ქვია, მაშინ ეხო არ იყო სავარაუდოდ, მე ვარაუდობ 77-ში ეხო იყო ყურს რო დაადებდნენ მუცელზე, სავარაუდოდ ეგ იყო ეხო. და მოკლედ წავიდა ექიმი დასალევად. ნუ დედაჩემი ამბობს რომ არასაკეისრო გამიკეთეთ, არასაკეისრო გამიკეთეთ, არასაკეისრო გამიკეთეთ და ეს ექიმი ნახევრად თვრალი მოიყვანეს დივადრიან, გაჭრა და მართლა მე დავიბადე თეთრ ასფიქსიაში. ან დედაჩემს რომ არ გაიკეთებინა რეალურად არ მოეყვანა ეს ექიმი და თვითონ თავისი მე ვგრძნობო რომ საკეისრო ჭირდება ამ ბავშვს. რომ მომიყვანეს თეთრ ასფიქსიაში, ანუ შემოხვეული მქონდა კისერზე და მოკლედ სოცხამკლარი დავიბადე. ანუ საერთოდ სიცოცხლის და სიკვდილის როგორ თქვა, ბრძოლა ჩვენთვის დაიწყო პირველი წუთიდან ცხოვრების.
საერთოდ მე მგონია რომ სიკვდილი ტაბუირებული თემაა თუ სინამდვილეში რომ შევხედოთ სიკვდილს იმ სიკვდილს მოაქვს შინაარსები თორე ჩვენ უსასრულოები რო ვიყოთ არაფერი შინაარსი არ იმუშავება შესაბამისად აი ეს ორი რაღაცის ბრძოლაში დავიბადე მე ანტაგონიზმში რებელობაში ალბათ ამაში დაბადებული ბავშვი ლოგიკურად აი ეს ლამაზი მულტფილმებში რო არის ყველა რო ეხუტება და რაღაცა ეს არ იყო ჩემი გზა ჩემი გზა იყო თავიდანვე ბრძოლა თავიდანვე რაღაცნაირი საინტერესო სეტაპი ეგრე ვიტყოდი სეტაპს დავარქმევდი არ ვიცი მოცემულობა ალბათ იმიტომ რომ და მე ისრაელში რო ჩავედი წიგნში ყვები მაგაზე აღმოჩნდა რომ 15 წელია თავი მგონია რომ კაცმანი ვარ და ებრაელი ვარ და ისრაელში რო ჩავედი პირველი კითხვა დავი დეში რა გვარია ადეიშვილი მე თუ შეკართული ყოფილხარო თლად დავიბედი ანუ საბოლოო ჯამში ჩემი ცხოვრება სულ იყო გამორკვევა ანუ მე არ მომეცა ესეთი მარტივი მოცემულობა მე სულ კითხვის ნიშნის ქვეშ მიდგებოდა რეალობა და ამ კითხვის ნიშანზე სულ მიწევდა პასუხის გაცემა დაბადებისთანავე ამიტომ ეგ იყო ჩემი მოცემულობა რაში დავიბადე ხიარო დადგა ეს ნანატრი მომენტი როდესაც მე წარმოგიდგენ ჩემ პირველ წიგს აცმანობის გარეშე გზა განთლიანებისკენ სადაც მე აღწერე სრულად ჩემი ტრანსფორმაციის გზა და შეიძლება შენთვის ეს გზა აღმოჩნდეს ძალიან საინტერესო. ეს წიგნი გამოსცა გამომცემლობამ ლურჯმა ოკეანემ. შეგიძლია შეიზინო ეს წიგნი ბიბლუში და პალიტრას მაღაზიებში, როგორც ფიზიკურში, ისე ონლაინში და ასევე შეგიძლია დარეგისტრირდეთ ჩვენ ლინკზე, რომელიც იქნება მითითებული და თუ ამ ლინკზე დარეგისტრირდები, მაშინ შეძლებ მოხვდე ბიბლუსის ქსელში, სადაც მე დავივლი, ჩავატარებ პრეზენტაციებს, გავაკეთებ წიგნის ხელმოწერებს, გაგიცნობ პირადად, ჩამოგართმევთ ხელს და გადავიღებთ ერთად სელფის. მე უნდა ვთქვა რომ ალბათ ესე ჩემგან გვერდიდან რო ვიყურები, ეგ ალბათ უფრო წეულა კი არ არის პირიქით რაღაცა ბლესინგივით არის, იმიტომ რომ ადამიანი კითხვითი ნიშნის ქვემოთ რო იბადება, უკვე ნიშნავს რომ მიდიეხა და გაარკვია ვინ ახარ. ეგ ბლესინგი გახდა 30 წელიწადში მაინც დაბადება. ეგ მინდოდა მეკითხა რომ აი დრო დაჭირდა რომ მივხვდარიყავი რომ ბლესინგია, თორე თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავ. და მშობლებისგან თუ იყო რაღაცა ან ბიძგი, ან მიმართულება ამ იდენტობის გარკვევაში თუ თავიანთი რებელური ხასიათით საკმაოდ დიდ სივრცეს გიტოვებდა იმისთვის რომ როგორც ჩვენ ჩამოყალიბდები საკუთარ თავთან, ისევე გააგზერეთ. ჩემი მშობლები იმდენად რებელობდნენ, რომ სივრცე ჩემთვის არ რჩებოდა, ამიტომ მე კინოში ვიყავი, სადაც უყურებდი მშობლებს, რომელიც რებელობენ. და მე ვიტყვი ეგეთ რაღაცას, რომ მე ძალიან პატარა ასაკიდან შევეჩვიე მარტო დარჩენას, მე ვაპროტესტებდი საბავშვო ბაღს, ვისი შვილი ვიქნებოდი, თავისთავად გავაპროტესტებდი. ამიტომ საბავშვო ბაღი ჩემი იყო 24 საათიანი გამოცდილება, მეტი არ ყოფილა. და შესაბამისად დედაშემს არ ქონდა საშუალება რომ ძიზა დაიქირავებინა თვითონ. მამაჩემი ამ დროს არც თამაშობდა და მაგარ ცხოვრებას ცხოვრობდა. მე აღმოჩნდი ძალიან პატარა ასაკიდან მარტო. ანუ დღეს ვერ ხვდები რანაირად 3 წლის ასაკში ვრჩებოდი მარტო. სამი შვილი რო გაიზარდა ჩემ ხო უყურებდი 3 წლის რანაირები არის. მოკლედ მე უსვავდი კითხვა, ბიჭო, როგორ დამტოვა მეთქი მარტო და აშკარა დამტოვა მარტო. მე ერთი ძალიან მაგარი ისტორია მამაჩემს და პირველი კლასი არის მამაჩემს უთხრა დედაჩემმა რომ მოკლედ სკოლაში მიაცილეო რა და სკოლაში წაიყვანეო შენ ვაკეში უნივერსიტეტში მიდიხარ და გზა დატოვებ. ერთ წელიწადში დედაჩემი არკვევს რომ მე 5 წლის ასაკში მარტო დავდივარ საბურთალო ვაკეში სკოლაში. მამაჩემს მოკითხა პასუხი უპასუხო რა ვისწავლა გზა. ამიტომ თავისებურად აი ესე თვით გამორკვევა, სწრაფი ორიენტაცია ცხოვრებაში, ანუ მე ძალიან ბერნარდ შოუს სიტყვები მახსენდება, რომ ბერნარდ შოუ ამბობდა, რომ მე მომპარეს ბავშვობაო. და ეგ ფრაზა მე ძალიან მეხმიანება, იმიტომ რომ მე ძალიან ადრეული ასაკიდან ვიყავი პასუხისგებლიანი დასუნული. თან რებელა. ну, ეგეთი ჯიშის, ორი ჯიშის ნაყოფი, გასაგებია ლოგიკურად ვერ გადაუხვევდი შორს. მაგრამ რეალობა ბავშვობა ჩემთვის იყო, რა ვიცი, აი, როგორ გითხრა, ჩვეულებრივი დასრული ადამიანის ცხოვრება. აი დღეს უყურებ
ამდენს რომ ლაპარაკობენ ბავშვობაზე, იმაზე, ამაზე, მე ხვდები რომ პერნაშოუს ტიპაჟი იგივე გზავი არის რა, ანუ და ძალიან მალე ჩამოყალიბდა იდენტობა, რომ უნდა გავხდე. მე მივხვდი, რომ ცხოვრებაში სამ რაღაცას მოაქვს ჩემთვის ყურადღება და სიყვარული, როცა ყურადღება და სიყვარული არ მოგეცემა თავისით, ხო, ადრე ამოღამებ, როგორ უნდა მოიპოვო ყურადღება და სიყვარული. მე მივხვდი, რომ ხალხი ტაჟს გიკრავს, როცა გაქვს მიღწევები. მეორე მივხვდი, რომ ხალხი ტაჟს გიკრავს, როდესაც ისი მაგრა გადაობა. და მესამე მივხვდი, რომ ხალხი ტაჟს გიკრავს, როცა შენ შეგიძლია ვიღაცა გადაარჩინე. ამიტომ ეს სამი სტრატეგია ძალიან მალე დავამუღამე ბავშვობიდან და ჩემი კაცმანობა, რომლის გარეშეც არის წიგნი, ძალიან მალე ჩამოყალიბდა ამ სამ რაღაცაზე, რა, რომ ვიყო გმირი, ვაღწევდე დიდ მიღწევებს, რომ გადავარჩინო რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მაშინ არ ვიცოდი, რომ გადარჩენა არ ჭირდება ხალხს, დახმარება უკეთესია. და მესამე ისო გავაცინო, რავი, თამადავი იყო, ყველაზე მაგარი ანეკდოტი მოუყვე და მოკლედ ესე ეხა დავფიქრდი იგივე სხვა შვებით. ხო და ისა რა ქვია, იმიტომ რომ პროჟექტორი და ხალხი რომ დავინახე, წავი დავფიქრდი იგივე რაც ხა კაცმანობის გარეშე არა კვახი თქო ცოტა ხანი დავფიქრდი, მაგრამ კარგი. ხო, იდასტურებს ხალხი თავის იცი. კი. ერთი კითხვა მაინც თავში ამოხდა. დღევანდელი გადასახედი, იმიტომ რომ თვითონ შენ წიგნშიც ამას იყენებ ამ wordings და ისედაც რომ აი იმ გარდატეხამდე, გარდატეხის მერე ან ფერიცვალებამდე, ფერიცვალების მერე ან რაღაცა გამოღვიძებამდე, გამოღვიძების მერე. შეგიძლია თუ არა თქვა ესეთი რაღაცა რომ დამოკიდებულება იცვლება მარტოობის მიმართ, გამოღვიძებამდე, გამოღვიძების მერე და ჩვეულებრივად თუნდაც მე როგორ მეტყვი მარტოობის ვიტამინი და მარტოობის გემო და ხიბლი რაშია. რა უნდა ვისწავლო, რა უნდა წამოვიღო მარტოობისაგან, თუ კი საერთოდ თვლი რომ ამე წამოსაღებია. თუ ფიქრობ სახლის შეძენას დიღომში, გაიგე რას გთავაზობს ჰოუმერი. ჰოუმერი, სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს. მე საინტერესო რაღაცა აღმოაჩინე, რომ მარტო არასოდეს არ ვარ. იმიტომ რომ მე ვარ ჩემ თავთან. რომ ვცდილობ რომ მარტო დავრჩე, მაშინაც ვერ გაურბივარ ჩემ თავს. შესაბამისად, მე და ჩემი თავი ის გამახსენდა ღადავისტი, რომელიც პერმანენტულად გვაღადავებს, ანუ ვიდეოს დადებაზე ვერ ვასწრებთ, ის მე ვარ ეს ხო. მე და ჩემი თავი დარწმუნებული ვარ ამ ნაწილს ამოჭრის. იცი რა, ალბათ ის რომ საკუთარ თანთან რჩები ეს არის თან შესაძლებლობა, თან ყველაზე დიდი სივრცე, თან ყველაფრის მომტანი და მე ძალიან დიდი ხანი გასაღებს ვეძებდი გარეთ. მე არ მგონია რომ ამითი გამორჩეული ვიყო ვინმესგან. მე ძალიან დიდი ხანი მჯეროდა რომ გასაღები არის წარმატებაში. ძალიან დიდი ხანი მჯეროდა რომ მილიონი სოციალური პროგრამა რომელიც ჩამინერგა მშობლებმა, საზოგადოებამ, ტელევიზიამ, ფილმებმა. ნუ ბოლოს მივხვდი რომ ერთადერთი არის რომ დავждე ჩემ თავთან და გავარკვიო ჩემ თავთან რა ვარ, ვინ ვარ და რა მინდა. მივხვდი რომ ამას ვერავინ, ხო ძალიან დიდი ხანი წრეებზე ვიარე, სანამ ამას მივხვდი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მჯეროდა რომ არსებობს რაღაც ავტორიტეტი, რომელიც ჩემზე უკეთესად იცის, მე რა მჭირდება. საშა, ესეთ რაღაცას მოგპარავ ხა ამ სიტყვას, წრეზე სიარულს და თვითონ წრეს. და ჩემი კითხვა იქნება ესეთი, გარდაუვალია თუ არა რომ ადამიანი წავიდეს იმ დიდ წრეზე, რადგან ისედაც ბევრი გვისაუბრია მე და შენ, გულისხმობს რომ აი ედემის ბაღიდან გამოვიდა ანუ და ნეტა არა ჭამა ის ვაშლე მარა ჭამა, მაგრამ თან ამ დროს ჩვენ ვამბობთ რომ ევას გარეშე არ უჭამია მაინც დავაზუსტო. ხო. თან აქ მთელი საინტერესოება ის არის რომ
ეს გასაღები შენ გარეთ ეძებ, მერე რაღაცა შუაგზაზე ხვდები, რომ შიგნით საძებნელია. ამ დროს შენ შეგიძლია თქო, რომ მოიცა ეგ შიგნით ხო ისედაც მქონდა, მაგრამ თითქოს აქ არის გარდაულობის მომენტი, რომ გარეთ რო არ გასულიყავი, შიგნით ვერ შემოვიდოდი. ნუ ყოველ შემთხვევაში ქრისტიანულ ტრადიციაში ეს პირდაპირ იგავათა გვაქვს მოცემული, რომ უძღები შვილი, ორი ძმა, ერთი დარჩა, მეორე გავიდა და მოტრიალდა და იმ ვინც გავიდა მოტრიალდა ცოცხალს ვეძახით, ვინც დარჩა ფაქტურად მკვდარს. მაგრამ კითხვა არის ეს რაღაცა, გარდაუვალია ის, რომ დაკარგო, რომ მერე იპოვნო. თუ ვინმე შეუძლია, რომ ეს გზა ან შეამოკლოს, ან ჭკვიანურად გაიაროს, ან ხათაბალას გადარჩეს, ან უფრო დაცული იყოს ამ გზაზე. იცი რა, რომ ინტენსიული რამდენის გჭირდება. ეგეც თავის ბახიას დავესესხოთ ნებისწერის ამბავი არის, რომ იმდენი იარო რამდენის იყო მომენტი, როდესაც მე მოკლე გზის პოვნას ვსტიობდი, ეგეთი იმედი მქონდა, მაშინ დაიწყო ჩემი ესე ვთქვათ, ცნობიერების, ცვლილების სხვადასხვა ელემენტებთან შეხება, იმიტომ რომ მოკლე გზას ვეძებდი. მე მივხვდი, რომ რაღაცა მომენტში, რომ იმდენი უნდა იარო, რამდენის გჭირდება. და ყველას თავის სავალი აქვს რა. და ერთ რაღაცას მივხვდი, რომ სანამ არ გამოცდი შენ თავზე სხვის გამოცდილებას, ვერ მიხვდები ის მუშაობს შენზე თუ არა. შეიძლება აღმოჩნდეს ეგეთი რაღაცა, რომ სხვა რო რაღაცას აზიარებს, 10 რაღაცა თუ 9 თუ 7 გააზიარა, იქიდან 2-მა იმუშავა შენთვის, 7-მა არა. ეგ არნიშნავს, რომ უბრალოდ შენ ეძებ რაღაცა კუთხით თავიდან ყოველ შემთხვევაში გზაზე ეძებ აბსოლუტურ გურუს, რომელმაც ისი ზუსტად რა გზა უნდა იარო. და რაღაცა მომენტში, როდესაც საკმარის ფრუსტრაციას განიცდიდა, მანდ მე მახსენდება, რომ როგორც ბუდა ეძებდა გურუებს, ხო ეგრე დაიწყო ბუდას გზა, გურუებს ეძებდა ესეც. ამ გურუების ფრუსტრაციის ნაწილიც ამ გზის ნაწილია. რომ შენ რაღაცა მომენტში მივხვდე, რომ არ არის შენთვის არანაირი გურუ. რომ ერთადერთი ვინც დამადასტურებელია რა მუშაობს შენთვის და რა არ მუშაობს, შენ ხარ. შესაბამისად, აი ესეც გზის ნაწილი მგონია და რა ვიცი, მე ვფიქრობდი ამ წიგნს რომ წერ, უბრალოდ ეს წიგნი როგორ ჩავიფიქრე რა. მე რომ დავიწყე ჩემი მოგზაურობა, ჩემი დარდამიწყია, მე შევეჯახე კედელს, მაინც დავაზუსტებ, ვინმეს თუ გონია რომ იმდენად ჭკვიანი ვიყავ, რომ მე თვითონ დავდექი ამ გზაზე, ეგრე არ ყოფილა და წიგნში ეგ წერია. და როცა დავიწყე ამ გზაზე სიარული, აღმოაჩინე რომ აი რაღაცა მე მიყვარს, მე მაქვს სისტემური აზროვნება, ანუ სისტემები მიყვარს რა და აი რა კარგი იქნებოდა, რომ არავინ არ გახვევს თავზე არაფერს, მაგრამ გეუბნება, აი თერაპია ეგება ამისთვის არის, ტრანსფორმაცია ამისთვის არის, შენს თავთან დარჩენა ამისთვის არის, აი სოკო ამისთვის არის, ეს ამისთვის არის, აი თავის გამოცდილებაზე დაფუძნებ, ეს მესამე პირში სწორია და არასწორია არა. არამედ მოყოლილი ამბავი, რომ ჩემთვის ამან ესე იმუშავა, აბა შენ ცადე, აბა თხივად, აბა ეგება ამან იმუშაოს, აბა ეგება აქ ახარ, აბა ეგება ერბივად, რა. მაგრამ გზამკვლევი იყოს რაღაც გზის სანიშნე. მე გზაზე ვის დადგება თვითონ გადაწყვიტავს, კაცო, აქეთ უნდა, გზა აქეთ უნდა, ეს უნდა გასინჯოს, არ უნდა გასინჯოს. მაგრამ რაღაცა თავმოყრილი სისტემა მინდოდა და ალბათ მაშინ შევქმენი ამ წიგნის იდეა, მე თვითონ ვერ მივხვდი ამას, რომ აი ეს აზრი დავთესე მანდ. რომ ოდესღაც მოვა მომენტი, როცა მე შევძლებ, რომ აი ეს მომენტი მოვიდა ეხლა. ამ რაღაცა სანიშნეებიდან თურმე რაღაცა ერთი რუქის აგება შეიძლებოდა. ეს გასაგები არის, გურუს მოძებნის და ნახე, მე ასე ვხედავ, რომ გურუს ჩვენ ვეძებთ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა გადავაბაროთ. იმიტომ რომ შენ თუ ჩახსნე გურუს, მაშინ ეგრევე ბეჭებზე დაგაჯდება ძალიან დიდი წონა, რომელიც შეიძლება მზად არ იყო, რომ ეს გაკაჭო. შენ გჭირდება ვიღაცა, ვინც გეტყვის, რომ ეს ესია, იმიტომ რომ რა ვიცი, ტრადიციაშია მოცემული, რელიგიაშია მოცემული, რა ვიცი, უბანში ძველი ბიჭები ესე ამბობენ, ვიღაცა ამბობს ამას, ავტორიტეტი ამბობს და არა შენ. და თითქოს ამეთი უფრო ჩატეხდება ცხოვრება. მაგრამ ერთი კიდე სიტყვას მოვიპარავ შენ ნათქვამისაგან, ეს არის თითქოს რაღაცა ბიტლებისეული let it be, როდესაც შენ ამბობ, რომ იცი რა არის, მოდი რა, აი თუნდაც ტემპი, ამ განვითარების ტემპი იყოს ისე როგორც მოვა.
მე არ ვეჯაჯგურები. აი გურუ რომც ვნახო, იმას არ ვეთყვი, რომ მოდი წამოვყევი. ანუ შენ თითქოს და აღარა გაქვს მიზანი, რომლის მიღწევა გინდა და გინდა მიაღწიო ამას დროზე. თითქოს და თანხმდები იმას, რომ ბუნებრივი დინებით მოხდეს რაღაცა, იმიტომ რომ ამ ბუნებრიობაში თავისი სიბრძნეა თითქოს და ესეც ხო არ მოდის. პირდაპირ. შენ ხო ეს რაღაცა სიმწიფეს მოაქვს ეს ხედვა. რომ let it be-ს პოლ მაკარტნიც არ ამბობს let it be-ს, ხო? ხოთი დედამისი დაესიზღვრა წინა. ეგ ისტორია არის ეგეთი, რომ ესე იგი რაღაცა დარდებში ვიყავიო, დედა გარდამეცვალა და დედაჩემი დამესიზმრაო და დედაჩემი რომ დამესიზმრა, ერთადერთიო რაც მითხრაო სიზმარშიო, let it be-ო. და დილას გავიღვიძე და დავწერეო სიმღერა let it be-ო. ხო და იცი რა, აი ამასაც თავისი რაღაცა შინაგანი ბზაობა უნდა. მე ბუნებრივად ვერ ავწდები იმ კითხვას, რომ ნახე როგორ რაღაცა არის შენი ცხოვრება, შენი წიგნიც სავსეა იმპულსით, რომ აი ტკივილი მიგიყვანს იმას იქამდე, რომ რაღაცა შეხედავს სხვანაირად. ის ამოგაგდებს, მაგრამ ტკივილთან როგორ ჩემი ფეხით უნდა მივიდე ტკივილთან? მიხდი, ანუ მე რას ვამბობ, იცი რომ აი მსმენელმა რა წაიყოს აქედან? გასაღები რაშია? ერთი ისტორია სანამ გიპასუხებ კითხვაზე ხა გამეცინა, იმიტომ რომ რაღაც კაი მომენტი გამახსენდა. როცა ამ ტრანსფორმაციის გზაზე დავიწყე სიარული, მე ხო მენეჯერული ბექგრაუნდი მაქვს, მენეჯერული სინაცხოვრება. მახსოვს ტრანსფორმაციას დავიწყე მენეჯერულად პურებ. მაილსტოუნებად გავყავი, KPI-ები მიუწერე, ანუ რაღაცეები ეგეთები გავაკეთე, იმიტომ რომ ეს იცი როგორ რაღაც არის, სხეული რომ გამოცოცხლდა უკვე რა, იმიტომ რომ გამოფხიზდა galva, galva, კაი სიტყვა, galva სხეული რა და ყველაფერს გზნობ. ოღონდ ნახევარზე რასაც გზნობ, კანკალებ, იმიტომ რომ ვერ ხვდები რას გზნობ. ანუ ეგ არის პირველი ეტაპი და რო ეს ყველაფერი galva, მაგრამ ტვინი იგივე დარჩა, მენეჯერული. და ტვინი რა დილას მიღვიძებ და რაღაცა შენ საშა დღეს ტრანსფორმაციის KPI არ გიმუშავებს. ეს ხმა რომ მომესმა, ცოტა ხანი ვიფიქრე რომ გავგიჟდი. იმიტომ რომ დავსვი ჩემი თავი და ვეკითხები, ბიჭო, აქედან მივდივარ, აქ ისევ როგორ აღმოჩნდი თქო. ხო და დაუბრუნდები შენ კითხვასო, არსებობს ეგეთი გამოთქმა, როგორიც არის შეგროვებითი ეფექტი, აი ნაკაპიწნი ეფექტი, შეგროვებითი ეფექტია, ხო? ანუ რაღაცა მომენტში ეს გროვდება და ისე ხდება ეს გარდატეხა სინამდვილეში, რომ იმ მომენტს ვერ ამჩნევ, იმიტომ რომ იცი ძალიან საინტერესო кейსი იყო, რომ ერთ საფრანგეთის ველოსიპედის გუნდმა რომ მოიგო ოლიმპიური თამაშები, მაშინ კითხეს ტრენერს, რომელი ერთმა სტრატეგია გამართლაო და ყველა სტრატეგიის ერთობლიობა მაქვს. ანუ სინამდვილეში რა მიმუშავა, მე თვითონაც არ ვიცი. შეიძლება იმუშავა იმან, რომ დავაგროვე ყველაფერი, რამაც იმუშავა და არ იმუშავა ერთად. ოღონდ არ იმუშავა იმ ნაწილში, რომ მიიღებ, რომ აღარ მუშაობს. თორე თუ ჩაგერთო მენეჯერული KPI არ შევასრულე, ჩასრიალდები, იცი რამდენჯერ ჩავსრიალდი უკან? აი ასობით ჯერ ვსრიალებდი უკან და ეგეც პროცესის ნაწილია, რომ ჩასრიალდე უკან დაიწყო თავიდან, იმიტომ რომ ფუნდამენტური რაღაცები არ გიჭირავს ჯერ ხელში, ჯერ იდეები და კონცეფციები გაქვს ბევრი, ცოდნები და არა გამოცდილება და ტვინი გატყუებსო, ცოდნა არის გამოცდილება. ეგ პროცესი მახსოვს კარგად და მე აღმოვეჩენდი, რომ იმე თურმე მე რომ მგონია რაღაცა მომენტში მედიტაციებზე გამახსენდა 6 თუ 7 წლის მერე, ჩემმა ტვინმა გამოიგონა ეგეთი არგუმენტი, რომ მე 7 წელი მედიტირებ და მეტი არ მჭირდება. როგორ? არ მჭირდება მე. 7 წელი მედიტირებ. აჰა. და რადგან 7 წელი მედიტირებ, ჩაიწერე ეს სადღაც წიგნაკში. და ერთ დილას ვიღვიძებ და ბიჭო 7 წელი მედიტირებ. ესე იგი სულ მედიტირებ. ეგეთი აზრი მომივიდა. და ეგ აზრი ისე მომეწონა, რომ 7 წლის რუტინა, ჩვეულებრივი რუტინა გადავდე. ჩემი ტვინი სუპერ კმაყოფილია, მე გამოვდივარ ქუჩაში და ვფიქრობ, რომ ეხლა ვმედიტირებ ქუჩაში. იმიტომ რომ მე 7 წელი მედიტირებდი
ისეთი მაგარი მედიტატორი გავხდი, ეხა ქუჩაში მდგავარ და ვარ მედიტაციაში. ერთი თვე დაახლოებით ვიყავი ხიბლში ამ იდეის, რომ გამოცდილი მედიტატორი. და მე მივხვდი, რომ ჩემი ახალი იდენტობა გამოჩნდა, რომელსაც ქვია საშა მედიტატორი. და მე აღმოაჩინე, რომ გამოჩნდა სულიერ გზაზე მყოფისაშა. მე თვით შემეცნების საშა. მივხვდი, რაღაცა მომენტში მაგრა გავბრაზდი ამაზე, რაღაცა კუთხით მივხვდი, რომ ის ეგო ყველაფერს ირგებს. აი სადაც არ უნდა გაიჩითო, იქ მოვა და ეხლა მე ვარ სულიერი საშა. მაცალით. მე სულიერი საშა ვარ. მაცალეთ ჩემი სულიერება. არა თქვენ არ გესმის სულიერება. თავი რომ ჩაანიღაბოს იმან და ჩააცემენტოს. ანუ მე მივხვდი, რაც არ უნდა გავაკეთო, ის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა საშა კაცმანი მაინც მოვა და მაინც მიითვისებს ამას. და იტყვის, რომ ეს მე ვარ. და მაგის მიღებაც, რომ ეს ტიპი ყოველთვის იცი რა გამახსენდება Beautiful Mind-ში იმაზე ფილმში რომ ბოლოს იმ სამ პერსონაჟს რო ეგუება რა. სიზოფრენიკი რო არის მათემატიკოსი ჯონ ნეში. და სამი პერსონაჟი რო დაყვება ფილმში. თელი ცხოვრება. ესე შევეგუე ჩემი ეგოს პერსონაჟებს. ანუ მე მივხვდი რომ ისინი სულ ჩემს გვერდით არიან. სულიერი საშა, მენეჯერი საშა, წარმატებული საშა, წარუმატებელი საშა. აი ეს თელი სპექტაკლი დამყვება თან. და სუიქნება. შენ ახლა ფაქტურად შენთვის ძალიან ახლობელ სიტყვებს და ისე აღმოსავლურ ეკოს ამბობ, რომ შენ ამას კი არ მოიძრობ, ამას ფაქტურად შენ მიხვდები, რომ ეს მე არა ვარ. ეს სადაც გინდა იყოს, თუ გინდა ჩემთან იყოს, მაგრამ ეს მე არა ვარ. ანუ მე იდენტიფიკაციას აღარ ვაკეთებ ამასთან. ერთი ინდური ფრაზაც გამახსენდა ხა ამაზე. ადამიანი თელი დოიჩ მას გამაგზავრებს. რა ვქნე ხა თან ეს ახალი ჩამოსული. თელი ცხოვრება ადამიანი იძახის, რომ გურუს ეუნება, რომ გასხივოსნება მინდა და ის დაუსვავს ახლა მთელი რაღაცა 7 ეტაპი, რომ პირველი ეტაპი და მერვე ეტაპი იყო ყველაზე მაგარი, ყველაზე ბოლო. უნდა დაიკიდო ის, რომ გასხივოსნება გინდა. ანუ სანამ თვითონ ეგ არის მიზანი, მანამდე ამ მიზნის ტყვეობაში ხარ. ხო, იმიტომ რომ გასხივოსნებული საშა და ამ დროცა ზუსტად, ხო. თუ ფიქრობ სახლის შეძენას დიღომში, გაიგე რას გთავაზობს ჰოუმერი. ჰოუმერი სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს. აქ ვარ მე. და ამიტომ ითხოვს. ეგ იგივე არის ზაღლი რო თავის კულს დაძდევს, ეგ არის ზუსტად. მე მგონი ეინშტეინის ნათქვამია, რომ პრობლემა ცდილობს, რომ თავისთავად მოაგვაროს. ზუსტად. ხო და როცა ამითი აგვარებ, მან აღმოჩნდები ზუსტად. ბევრ ფილოსოფიაში არის ესეთი პრობლემა. მაგ ძაღლის ანალოგს ვამბობ, რომ შენს კუდს დაძდევ. რომ შენი ეგო წრეზე სირბილიც შეიკრა ეხლა. ძაღლი, რომელიც დაძდევს თავის კუდს, ეგ არის ძალიან კაი მეტაფორა, როგორ დარბიხარ წრეს. კი. და ეგო ყოველთვის გატყუებს იმაში, რომ გაჯერებს, რომ შენი ტყვილი არის მართალი. ან შეიძლება ვთქვათ, რომ მართალი არა ჭეშმარიტება. ხო, ჭეშმარიტება თავად. ან თუნდაც შეიძლება მარტივად დასვაკითხო, რომ გიჟი როგორ უნდა მიხვდეს, რომ გიჟია. მე მახსენდება კიდე ეგეთი ლამაზი ფრაზა, რომ თევზი ვერასოდეს ვერ მიხვდება, რომ წყალშია, სანამ არ ამოხდება. და თითქოს და აი აქ ბევრი, არ ვიცი რელიგია, არ ვიცი ფილოსოფია გეტყვის, რომ რაღაცა მხსნელი გჭირდება, რაღაცა ან მიწისძვრა გჭირდება, ან ტკივილი გჭირდება, რაღაცა ამომგდები გჭირდება, რომელიც ფაქტის წინაშე დაგაყენებს, რომ ეს შენ არ ახარ. ანუ აღმოსავლური ფილოსოფია სავსე არის იმითი, რომ შენ ვერასოდეს ვერ მიხვდები, ვინ ხარ შენ პირდაპირ წტომაში, მაგრამ შენ გაქვს შანსი მიხვდე, ვინ არ ხარ. და მე თუ იმას გადგავ, მე აღმოჩნდება, რომ შენ მიხვდები, რომ შენ ხარ ის, ვინც ხდება, ვინ არ ხარ. მაგრამ პირდაპირ ვინ ხარ, აი ესე რომ დავჯდე ხა და მოდი ხა მე მივხვდები, ვინ ვარ, ეგ არის ფაქტიურად შეუძლებელი აი ესეთი პირდაპირ წტომაში. იმიტომ რომ მოკრა თვალი ვინ ხარ, ვერ გამოთქვა. იმიტომ რომ ის ფაქტიურად გამოუთქმელი რაღაცა არის.
აბა წიქს მაგიტომაც ქვია კაცმანობის გარეშე რომ აი იგივე ლოგიკა არის რასაც შენ ამბობ რომ ვინ არ ხარ კი ვინ ხარ მაგას ვერ გამბე ზუსტად ეგ ამბავია და ის გარეშე ნიშნავს იმას რომ შენ ამ გადგმის მომენტს აკეთებ შენ აფიქსირებ რომ აი ეს ნახდათ ვიცი რომ არა ვარ ეხლა რაც დარჩა მაცადე ეხლა კიდე მეორე მომენტია რომ ეხლა ამაში უნდა გავერკვი ეხლა აი აქ ვინა ვარ ფაქტიურად ეს მომენტი არის მაგრამ მე მინდა რომ შენ გაშალო ეგეთ თემა ამ პროცესს ვიღაცა მხსნელი სჭირდება, ვინც პანგუნს ამოკრავს. ან ბუნებრივი მიწისძვრა სჭირდება, რომელიც რაღაცა დაგვეტაკება. თუ ბრძენმა შეუძლია ბრძენ ადამიანს შეუძლია რომ ჩაუწყოს თავის თავს ესეთი მიწისძვრა, ან სარკეებიან ოთახში შესვლა, ან რაღაცა ისეთ გაკვეთილთან მიახლოვება, რომ მე შეიძლება აცახცახოს, მაგრამ გაუძლოს, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ უფრო იაფად გამოვა. ვიდრე ბუნებამ რომ გააწნას სახე. ნუ მე შემიძლია ჩემ შემთხვევაზე მე საერთოდ რომ მგონია რომ ყველა კრიზისი რა ცხოვრებაში არის სინამდვილეში აქვს პოტენციალი რომ გამოგაფხიზნოს. ყველა კრიზისი აქვს. ნებისმიერ კრიზისი გინდა სამსახურიდან წამოსვლა, გინდა გაყრა, გინდა მეგობრის დაღუპვა, გინდა საყვარელი ძაღლის გარდაცვალებას. ნებისმიერ კრიზისს შეუძლია გამოგაფხიზნოს, მაგრამ ნახე ძილს რო შევადარო, ძალიან კაი მეტაფორა არის თვითონ ძილი. იმიტომ რომ მეც ვიღვიძებ ბევრჯერ, მაგრამ გადავბრუნდები და ვიძინებ. ანუ ასე რაღაცნაირად თითქოს მარტივად ცდილობს რომ გამოგაფხიზნოს, მაგრამ ძირითადი რეაქცია ამაზე არის გადავბრუნდე და დავიძინო. ამიტომ თუ ამას არ ნებდები, მაშინ შემომქმედი ჩვენში ეგრე დავარქვათ მოგიფიქრებს ისეთ გამოცდილებას, რომლითაც ვეღარ დაიძინებ. ნუ ჩემ შემთხვევაში ეს იყო ავადმყოფობა, რომელზედაც მე ვყვები წიგში, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ არც ერთ ჩემ ახლობელ ადამიანს 10 კაცს აქვს ჩემნაირი დიაგნოზი. 10 კაცს ჩემს გარშემო. გავრცელებული დიაგნოზია და მაგით. ამ 10 კაცმა გააგრძელა ეუთიროქსის დალევა, გადაბრუნდა და დაიძინა. მე დავიწყე ეუთიროქსის დალევა და ვეღარ დავიწყე. იმიტომ რომ ერთ დღეს მოვდივარ, ერთ დღეს უყურებ ფილმს და დავიწყე ტირილი ფილმზე. შოკი მაგვერდიდან უყურებ ჩემ თავს და მგონია რომ გავრეკე. მეორე დღეს საცობში გავიჭედე და დამეწყო ისეთი პანიკური შეტევა, რომ ვერ ხვდები რომ პანიკური შეტევა არის, იმიტომ რომ ცნობიერება არ მაქვს ამისი რომ გავერკვიო, ნუ კლები მანქანაში. მესამე დღეს ვიღაცაზე ისე გავბრაზდი, რომ გრძნობ რომ ამას მივახჩობ ეხა. აი დავკლავ, აი ამოვიღებ ჩაქუს. ოღონდ ეგ ვიზუალი თავში მომდის. არანტინოს კადრით მე ამ ტიპს კლავ. ეს გვერდიდან ვინც ამ კინოს უყურებს, მეუბნება საშა შენ გარეთ. ხო, გარეკე? გარეკე. იმიტომ რომ შენ ეს ფიქრები შეხო კაი ბიჭი ხარ საშა. რას ნიშნავს ვიღაცას კლავ? არ და როგორ კლავ, იცი? სიამოვნებს თამისე კლავ. და აქ პანიკური შეტევა, იქ ვიღაცას კლავ, აქ მაკანკალებს. აქ ის არის, აქ ეს არის და ზივარ და როგორ ავარ, იცი ანდრო? მანქანაში რო ყველა დაჩიკმა აგინთოს. აი ყველამ ერთად check engine-მა კი არ აგინთო, ყველაფერი ფარმა, მუხრუჭმა, ყველაფერმა რო აგინთოს ერთად. აი ეს ამინთო ყველაფერი. და ჩემ ტვინს გამოაქვს ესეთი დასკვნა. საშა მე დავკარგე კონტროლი. სრულად. მედიცინა, მადლობა მედიცინას, რომ შევისეირნე მედიცინაში, მომცა ისეთი ტაბლეტი, რომ 3 სუტკა მეძინა. ვერ გამოვხიზდი. თან მომცეს ტაბლეტის მეოთხე, ეგ მაგარი მავალი ტრაშკავა, როგორც ხდები ამ სფეროში. მომცეს მეოთხედი ტაბლეტი, რაღაცა წამალი არის მტრედი ეხატა ზეთ. ესეთი მშვიდობის ტრედია რა.
ანუ მტრედია და მეც ჩემმა თვითონ ამომშვიდა და მეოთხედი ტაბლეტი მტრედის მეოთხედი, მაგრამ რა უნდა გიქნას? კაცი თამადობ სამბოდ ღვინო სვავ და არაფერი არ გემართება. ჩავიდე ეს მტრედი თუ არა. დორმლი რო წამომივიდა. ეგ არის ბოლო რაც მახსოვს იმ კადრიდან მტრედის გამოცდილების. მე მახსოვს რომ სადღაც ძიულურანში უბრალოდ გებოდი რომ ტუალეტში წავსულიყო. მესამე სუტკა რომ მოვიდა და რომ გამოვხიზდი, მე ვთქვი რომ არანაირი მტრედი ჩემ ცხოვრებაში. არანაირი მშვიდობა, არანაირი მტრედები, არანაირის და დავჯექი და წმინდა მენეჯერულად გავბრაზდი. რომ რა ჯანდაბა მჭირს ესეთი. რისი არც სოდმა მაქვს, არც გამოცდილება მაქვს, არც როგორ უნდა მართვა არ ვიცი. აი, ნახავთ რა მემართება, ისი ხვარო კოსმოსური ხომალდების ფაბრიკაში დამნიშნონ CEO-თ. და მე მაქვს ნანახი მარტო ზვიოზნევოიმ. მეტი არაფერი არ როგორ მტრედი ნახე. მეტი არაფერი ნანახი არა მაქვს. აჰა, მართეო რა. სამყარო მეუბნე. ავჯექი და მივეცი ჩემ თავს დაპირება, რომ მე არ ვიცი რა ჯანდაბა მჭირს, გონზე არა ვარ, მედიცინა მტრედებს თავაზობს, მაგრამ მე ვისწავლი რა მჭირს და მე ვისწავლი ამასთან დილინგს. აი, წმინდა მენეჯერული გადაწყვეტილება იყო, ოღონდ არ ვიცი რა მჭირს, სახელი რა ქვია, აი არაფერი არ ვიცი. და მახსოვს ერთადერთი რაღაცა, რომ ის გადაწყვეტილება მივიღე, რომ მე ამას შევისწავლი. და თუ ჩემნაირ გზაზე ვიღაც აღმოჩნდება, აი ესე რომ წარმოდგენა არა აქვს და აქ მტრედებს თავაზობენ. ან წარმოიდგინე რომ გავღვი, ერთამე რომ გავღვები, ხო, ყინული, ეს წვილა არა მეტაფორა, იმიტომ რომ სხეულში თურმე ყველა ემოცია მაქვს გაყინული. და აი ძალიან მაგრა თუ არ მაძაგძაგებს მე-9, მე-10 ბალის ემოცია თუ არა მაქვს, მაშინ ცხოვრებას არ ვგრძნობ. ესეთი გაყინული ვარ სხეულში. და სხეული ძლივს გავვა, ჩემი ტვინი შოქშია, რა გჭირს, ტვინი მარტო ლაპარაკობს ერთ რამეს, რა გჭირს. რაღაცა გჭირს. და მედიცინა მეუბნება, მოდი ერთი კარგი მაცივარი მაქვს. ეხლა შენ ნამეტანი გავღვი, რაც ხა ისა გაქვს, რაღაც წყლები ჩამოგდის აქ, არის დარდო. ეხლა მიკხინევ უკან. როგორც ხვდები, ეს ოფერი ბევრთან მიდის და ბევრი თან ხდება, იმიტომ რომ არ იცი, ეხლა ძალიან ძნელია ამაზე რეალურად დათანხმდე, რომ ამ გზაზე დადგე, მართლა კემბელის არ იყოს რაღაცა მეომარი თუ არა ყავს ნაწილი. აი მე დავდექი და ვთქვი, აი რაცა უნდა იყოს აქ. მე შეთხვდები. ოღონდ როგორ შამანმა მითხრა ცერემონიის წინ, შენო ან ძალიან შტერი ხარ, ან ძალიან გაბედულია. ჯერ შტერი შთაბეჭდილებას ტოვებ. ეგენი ბიძაშვილები არიან. ცოტათი შტერი უნდა იყოს, გაბედული იყო. და იმან მითხრა, რომ ბიჭო, რაში მე მოვედი ეგზამენში ზაკა ისტორია, მე მოვედი გამოცხადი ეგ, ესე და შამანი მიყურებს და რა ზაპროსით მოხვედით, ხო? მაჩვენე ყველა ჩემი შიში. ესე მიყურებს და დარწმუნებული ხარ რომ ამაში იცი ვის თხოვო? არა თქო. მაგრამ მე სადღაც წავიკითხე, დავგუგლე. შამალს ვეუბნები რომ დავგუგლე. მე დავგუგლე, რომ ეს ცერემონია არის რომ მოუკვდე ისე რომ არ მოუკვდე. გუგლმა მითხრა ეგ. მეც დაუჯერე. ის მიყურებს და დარწმუნებული ხარ რომ რასაც ითხოვო? აი ეგრე დავდიოდი ამ გზაზე და ალბათ მეომრობის ან გმირობის ეს სხვადასხვა მეტაფორებს ეხლა კემბელს ვიყენებ, იმას ვიყენებ, რა ქვია, კასტანედას. რატო არის ეს ყველაფერი? იმიტომ რომ რეალურად შენ გიწევს იმ ბნელ ნაწილებთან შეხვედრა, რომელიც გააქვს. ეს ბნელი ნაწილები ზოგჯერ ძალიან ბნელია. და ოღონდ მათში ენერგია და სასიცოცხლო, ხო? ანუ აი ამ ბნელ ნაწილებში და
მე ერთი ცერემონიიდან ისეთი მოვაწყე ცერემონიაზე, დავანგრიე ყველაფერი ცერემონიაზე და გამოვედი და დივა სირცხვილით 1000 კაც ტრიპი დაურღვიე, დავდივარ ბოდიშებს უხდი, მაპატიეთ მეთქი რაღაცეები და ეს შამანი მიყვარს გაგიმბებული. შენო კაცო, რა გიდარდებაო? თავარია ტყეში არ გავარდიო და იქ საძებნელი არ იყავდო. ანუ მე მივხვდი რომ იმათ შორის, ვინც გარეკა, მე ვიყავი ძალიან მაიურ ფორმაში. თურმე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც გარბოდნენ ტყეში და მე მთელი სასტავი ეძებდა. და მე უბრალოდ ოთახს ვანგრევდი რა, ანუ იქ ვიყავი, შიგნით დავრჩი, სახლიდან აწავს ვარ. ოღონდ ვერ წარმომიდგენია მე რო ოთახს ვანგრევდი, ისინი ტრიპში რას ხედავდნენ. აი სხვები ვინც ტრიპში იყვნენ, მე რო იქ ოთახს ვანგრევდი, იმად რა იჩვენები, აი წარმოდგენა არ მაქვს. და მაგიტომ დივას დავდიოდი, მართლა სათითაოდ ადამიანი ჩამოვიარე. რა იგი იყო სხვანაირად ვერ შევხვდი ასეთ ბნელ ნაწილებს, მომიწია ცოტა წახმარება, მომიწია ცოტა რაღაცების ჩართვა, რომ ამ ნაწილებთან შეხვედრილიყავი და შესაბამისად გავარღვიე ის ალბათ აცმანობა რაშიც ვიყავი. ოღონდ შემოსაზღვრული იყო ჯიგრულად თავის ჩინური კედლით და იმ კედელს ვანგრევდი თავით ამ დროს. უნდა კითხო. მაგ გარღვევის ან იმ წვდომის, ან როგორც შენ თქვი, რომ იმ ბნელების შუაში ენერგიაა, ან როგორც მანამდე თქვი, რომ არის ვიცი და არის გამოცდილება, ან გავიგე, აი ამ ორ რაღაცას შორის მითხარი 5 ეტაპი. გაზდა რა შორის გამიმეორე? ვიციდან გავიგემდე. ან ჩინური კედლიდან ბნელეთიდან ამოღებულ ენერგიამდე. პირველი ჩემი არ ვიცი, მე არ ვიცი, მე ძალიან მშურს ადამიანების გულწრფელად, რომელიც სწავლობენ გაჭირვების გარეშე. არიან ადამიანები ეგეთი, რომელსაც ძალიან არ უნდა გაუჭირდეთ, მე მაგრა უნდა მომიჭიროს. ანუ მე მაგარ კრიზისში უნდა აღმოჩნდე, რომ ჩემი კომფორტის ზონიდან გამოვიდე. ანუ მე ესე ადვილად კომფორტის ზონიდან ვერ გამოვდივარ. მე მაგრა მომიჭირა, ანუ მე რაღაცა მომენტში აი ეს ვიცი ალბათ არის უბრალოდ წავიკითხე, მოდი აი აღწერ ვიცი რა არის, ხო? ვიცი არის წავიკითხე, ან მოვისმინე ვიღაცის გაზიარება და მე ჩემში რაღაცამ შემეხმია, აი ზაძელა. ზაძელა. აი არის ვიცი, აქედან იწყებს. ამით ვხვდები, რომ ჩემში რაღაც ნაწილს შეხმია, რეზონანსში შევიდე რა, რაც გინდა ისე დაარქვი რა. და იმ მომენტიდან გამოცდილება ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ გამოცდილება ზოგჯერ რამოდენიმე გჭირდება. ანუ ერთი გამოცდილება რომ მიიღე, შეიძლება არ გაიტანა. და შეიძლება მეორე გჭირდებოდეს და მესამე გჭირდებოდეს გამოცდილება, სანამ აი რაღაცა embodiment-ი როგორ არის ქართულად? განსხეულება? ხო, სხეულში შეგრძნება, ხო? სანამ სხეულში შეგრძნება არ გამოიცვლება. აი სანამ სხეულებრივად არ გრძნობ, რომ რაღაცა დაიძრა და შეიცვალა სხეულში, მანამდე ვხვდები, რომ კონცეფციასთან მაქვს საქმე. შეიძლება კონცეფცია უკვე გამაგრებული მაქვს გამოცდილებით, ანუ უბრალოდ კონცეფცია აღარ არის, ანუ ნახევრად კონცეფცია, ნახევრად გამოცდილება, ანუ ესეთია ჯერ ჩამოუყალიბებელი. მაგრამ სანამ სხეულში არ ვიგზენი ცვლილება, აი სანამ ეს ემოდიმენტის მომენტი არ მოხდა ჩემში, ვაგრძელებ, ანუ ხვდები, რომ კედელი სადღაც გავანგრიე, რაღაც დონემდე მივიყვანე, მაგრამ ჯერ იქ არა ვარ, ჯერ შოუშენკიდან არ გავქცეული ვარ. ბოლოს წინ რა ხდება? ან ბოლო აი გავიგეს აჰა მომენტი, ანუ რაღაცა პირობა უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ეს გაგება მოხდეს, იმიტომ რომ ხო შეიძლება მე ვიწვალო, ჩემი თავი მივიტანო და მაინც ვერ გავიგო. აი იცი ვინ მახსენდება? შეცოდინება ეს კაცი, გრიშა პერელმანი. აი ეს არის უსპონსორების შედეგი საწყალი ბოთლი წყლის, მაინც დავას ის საწოდავად გამოიყურებ, მესწოდება ეს ბოთლი. მადლობა. თუ იცი ესეთი ადამიანი გრიგორი გრიშა პერელმანი, მათემატიკოსი იყო, რომელმაც პუანკარეს
ამოცანაზე 7 წელი იფიქრა და პუანკარეს ამოცანას დაპაუზე. მე ველოდებოდი ხა გოგეშვილს რომ ეთქვა ოფერი სად არისო, მაგრამ სადა გოგეშვილი ხმას არიღებს. აბა წყალი ტკილა რომ ვახსენე, შენ ეგრევე უნდა თქვა ოფერი სად არისო. ასე თქვი პოდკასტში. აჰა. აბა? და ესე იგი რას ვამბობდი საშა? მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ ადამიანს ქონდა ჟინი რომ ამოეხსნა მათემატიკის ამოცანა. პუანკარეს ამოცანა 100 წელი კაცობრიობა ვერ ხსნის და თაროზე შემოდებული ამოცანა არის $1 მილიონი პრეზი, ვინც ამას ამოხსნის. და ამ ამოცანაზე ტიპი ფიქრობს 7 წელი. ოღონდ 7 წელი რო ფიქრობ, ეს ის მომენტი კი არ არის, რომ შენ იცი რომ 7 წლის მერე ამოხსნი. ისიც უცნობია რომ მე-6 წელს რაღაცა შეიძლება მოვიდეს, გასხიოსნება და ამოხსნა. მაგრამ შენ ამას აგრძელებ. ანუ ეს თვისება არ ვიცი, მეომრობის თვისება არის, ეს ჯიუტობის თვისება არის, შტერობის მომენტი არის, მაგრამ რაღაცა ის, რომელიც არ გეშვება და ამ შინაგან მობილიზაციას გიკეთებს ხანგრძლივად და მერე უკვე შენი ვიცი, უკვე გარდაისახება, უკვე გავიგეში. იმიტომ რომ მანამდე შენ თქმის არ იყოს, ვიცი არის ზაძელა, ვიცი არის ის, რომელიც რაღაცა კონცეპტუალურად გავიგე, ვიცი არის ის, რაც უკვე პატერნში ჩავალდებ და როგორ ვიცი, ეხო ვიცი. მაგრამ იმისი არ იყოს, შეიძლება 10 წელი იცოდე, რომ ჰიპოტენუზის კვადრატი კათეტების კვადრატების ჯამია, მაგრამ 10 წლის მერე გაიგო. და ეს სხვა რაღაცა არის, როგორც შენ ამოფის რაღაცა, აი სხეულმა იგრძნო, სხვანაირად შევედი, ასე შემდეგ. მე ვცდილობ რომ რაღაცნაირად გათქმევინო შენი პოზიცია იმაზე, რომ ხალხმა წაიღოს, რომ აი მე რა ვქნა, მე როგორ მივიტანო ჩემი თავი გავიგემდე. ანუ საშა კაცმანისაგან რომ ვისწავლო რაღაც. სხვათა მე სანამ მოგცემდი ამ დროს ამ პასუხისათვის მე მინდა რომ დაგიდასტურო ის, რომ შენგან ეხა უკვე წავიღე ერთი რაღაც. შენ ამბობ, რომ მე მენეჯერობიდან წამოვიღე ის მომენტი, რომ მენეჯერიალურად მიუდექი იმას, რომ რა მჭირდავა. თითქოს ესეთი მომენტი მოყევი, რომ აჰა, შენ რაღაცა კოსმოსური ხომალდი და მიდი იმას ქენი და ძალიან ბევრი ადამიანი აქ შიშით გავარდებოდა. მაგრამ ეს რაღაცა გროტესკულად თქვი მომენტი, რომ აი მენეჯერი კაცი რო ხარ, მაგაზე არ ზადნავ, იმიტომ რომ როგორ კაცო მენეჯერი რა ხარ, შენ თითქოს არ გევალება რომ ყველა დეტალში გესმოდეს როგორც პროფესიონალი და როგორც ექსპერტს, მაგრამ მენეჯერი რო ხარ, ნიშნავს რომ ამაზე ლავირებით და სერფინგით შეგიძლია რომ და თითქოს ამ მენეჯერობას მოაქვს გარკვეული უშიშრობა, იმიტომ რომ მაგეთები გვინახია კაცო. ეგ ელემენტი სხვაშიც არ მიფიქრე, არასოდეს არ მიფიქრე მაგაზე, რომ აი მენეჯერობა წავიღებდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაღაცა წამოვიღო მენეჯმენტში. იქ დანახული, მაგრამ აი მენეჯერობა თუ იძლევოდა უნარს, რომელიც აი ამ გამოფხიზლებაში გეხმარებოდა, არასოდეს არ მიფიქრია, მადლობა შენ მაგისთვის. ბოდიში, ანუ კითხვა არის ის, რა დისციპლინა მქონდეს მე იმისთვის, რომ ვიცი მივიყვანო გავიგემდე. აკეთო, ტუპად აკეთო. Just do it. აი აკეთო, სანამ არ ვიცი, სხვადასხვანაირად არის, იცი, ანუ რომ მე ხანდახან აჰა მომენტი, რავი, შენთან პოდკასტშიც ვიჯექი რამოდენიმე აჰა მომენტი, მაგრამ მეტყობა კიდეც სახის გამომეტყველებაზე, იმიტომ რომ ეს აჰა მოვიდა, აი ჩვეულებრივად მოვიდა რა. ამიტომ ჩემი აზრით მანდ არ არის არანაირი ისეთი რეცეპტი რა, უბრალოდ აკეთებ და სანამდეც არ იგრძნობ ამას რა და ეს გზნობები თუ გაყინული, როგორ უნდა იგრძნო არ ვიცი, მაინც დავაზუსტებ. ანუ მე იმ ჩემი ძველი ფირმას ჰქონდა ძალიან მაგარი გამოთქმა. ორსკის მაცივრის ვერსიას რო შევა, ორსკი ვისახსოვს ეგეთი მაცივრი. მოკლედ, ორსკის მაცივრის ვერსიას, რომელსაც არ შეეძლო 8 ბალიანი ემოციის ქვემოთ არანაირი ემოცია განეცადა, შეიძლება აჰა ძალიან ბევრი გამაზა, მაგიტომ რომ ეხო განცდა. ეგ არ არის რაღაცა სხვა და ყველაფერი დღეისობით ჩემი აზრით მოდი ესე გრძნობიარე თავისუფალი ადამიანები ძალიან რთული სამართავია ამბე. არავის არ აწყობს. კარგად რომ დაფიქრდე. არც საზოგადოებას აწყობს, არც მართლ კლასებს არ აწყობს ეგეთი ადამიანები, არც ძალაუფლებას არ აწყობს. ეგეთი თავისუფალი ადამიანები აღარ არის ადვილად მართვადები. ეგეთი ადამიანების ანთებაა საჭირო, ეგეთ ადამიანებთან კომუნიკაციაა საჭირო, ეგეთ ადამიანებთან შეთანხმების მიღწევაა საჭირო. ამიტომაც დღეისობით რო არ გავღვე,
კაპიტალიზმმა ჩემი აზრით მოიგონა კონსუმერიზმი იმისათვის რომ ბედნიერების საბსტიტუტებით, აი სახარინებით გამოგტენოს, გამუშაოს, რომ ეს ბედნიერების საბსტიტუტები გამოიმუშაო და იყიდო, იმისაც რომ იყიდო მერე შემდეგი. ანუ კაპიტალიზმი ფუნდამენტურად ჩემი აზრით მიხვდა, რომ ადამიანი უბედურია. ანუ მიხვდა, რომ მოდი ამაზე ფული ვიშოვოთ. ანუ იმათ ყველაფერზე ეგეთი იდეა მოძდით, რომ მოდი ფული ვიშოვოთ. ყველაფერზე ხო, ამიტომ გაჩნდა კონსუმერიზმი და ადამიანები შესვეს, ჩემი აზრით, ამ კონსუმერიზმზე, მადლობა ჩემ კოლეგებს, მარკეტოლოგებს გულისხმობ. მარკეტოლოგმა მოუთხეს ადამიანს, რა არის ბედნიერება, რა არის თავისუფლება, აი ყველაფერი მოუყვეს, ყველა ამბავი მოყოლილია უკვე ძირითადად, მათ შორის ჯაზდუითიც. და შესაბამისად ადამიანს დღესდღეობით უკვე ნაკარნახები აქვს, რა უნდა აკეთოს სუბსტიტუტების მოსაპოვებლად. მაგრამ იმდენად გაყინულია და იმდენად ტკივილის ეშინია, საკუთარი ტკივილის, იმიტომ რომ ანდრო კატალიზატორი არის ტკივილი. კატალიზატორი არ არის სიამოვნება. ანუ ტკივილი არის კატალიზატორი და მთელი სისტემა ყველაფრის ჯანდაცვის, მედიის, სოცმედიის, სქროვის, ყველაფრის სისტემა დგას იმაზე, რომ შენი ყურადღება გადართოს ტკივილიდან სუბსტიტუტზე. და შესაბამისად რო შენ არიაზრო არა, რატო? რისთვის? არა, ტკივილს თუ თვალი გაუსწორე, მორჩა ტუფმა თუ მოგიჭირა. მაშინ აზროვნებ. ჩემ გუნდს არ უყვასო ტუფლი ვამბობ. ფეხსაცმელმა თუ მოგიჭირა, დავაზუსტებ, გაეცინა ჩემ გუნდს, იმიტომ პირველ სუტუფს ვამბობ და მერე ფეხსაცმელს. ტუფლი, ფეხსაცმელი და ბარბარიზმები, ორი რაღაცა. თუ ფეხსაცმელმა მოგიჭირა, შენ დაფიქრდები უკვე იმაზე, რომ მოიხსნა ეს ფეხსაცმელი. მოიხსნა კაცმანობა, გიორგაძეობა, დგებუაძეობა, უიმე მიჭერს ეს. ანუ უნდა გეტკინოს, რომ მოიძრო. აბა თუ არ ტკივა, მაშინ სუბსტიტუტებით მთვრალი იქნები სუბსტიტუტები. მე პირადად სრულად მოყვები, ერთი ეგეთი კითხვა მაქვს, რომელსაც შენი პასუხი უკვე გააჟღერა კიდევაც, მაგრამ თითქოს და მინდა რომ კიდევ უფრო ხმამაღლა თქვა ესა. წარმოვიდგინოთ ეგეთი ჰიპოთეტური რაღაცა, რახან შენ სიკვდილით დავიწყეთ ეს თითქოს ლაპარაკი დაბადების და სიკვდილის მომენტით. წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად, რომ ადამიანმა მიაღწია ესეთ რაღაცას, რომ როგორც შენ მომილოცე დაბადების დღე 120 წელი იცოცხლეო. და არ ვიცი 120 და ბარაღამ სადაც 120 ვამბობთ, თქვათ რომ 200 წელი ცხოვრობ. ეგ ებრაელების პლაგიატი. კი. შენგან ვიცი ეგ ამბავი, მაგრამ 200 წელი რომ ცხოვრობდეთ ჩვენ და ისევ ცხოვრობდეთ, რომ სიბერი არ გვაწუხებდეს. ანუ ორგანიზმი არ ბერდებოდეს, რაღაცა წარმოვიდგინოთ, რომ ჰიპოთეტური წამალი გამოვიდა. ეს საბოლოო ჯამში ბედნიერებას მოიტანს თუ უბედურებას? ანდრო არა მაქვს ამ კითხვაზე პასუხი სიმართლე რომ გითხრა. მე მახსენდება, ეხა ამ კითხვამ გამახსენა სცენა, სადაც რობინ უილიამსი თამაშობს რობოტს. გახსოვთ ეგ ფილმი? ამან და ეგეთი მომენტი, რომ ელექსირს იგონებს რა და ცოლს ასმევს, რაღაც არ ვიცი, 195 წლის ცოლს აძლევს ელექსირს და როგორც ჩანს სექსიც ჰქონდათ იმ დღეს სცენის მიხედვით და გამოდის და აღარ დამალევინო ეს ელექსირი ეუბნება. და მანდ არის ძალიან მაგარი სცენა, სადაც ადამიანი უხსნის, რომ უკტავობა არის ტვირთი. ოღონდ უხსნის რობოტს. ძალიან მაგარი სცენა არის. თუ არა როგორი ფილმი ნანახი, ყველას გიწევთ რეკომენდაციას. რობოტი, რომელიც განკაცდა და ეს მისი მეუღლე, რომელიც რობოტობისკენ მიყავს ამას თავისი ელექსირებით, რომელიც გამოიგონა. და ამ წერტილში, როგორც ბენჯამინ ბატონი რო ხვდება თავის შეყვარებულს, რაღაც 40 წლის ასაკში, ეს გადაიკვეთეს ერთმანეთთან, ზუსტად ეგ გადაკვეთა არის და ეუბნება. ყველაფერს თავის როლი აქვს. და სიტყვას განსაკუთრებული როლი აქვს. და ჩემი აზრით, დემისტიფიკაცია სიკვდილის მიგიყვანს სტივ ჯობსის ლოგიკამდე. რომელიც ამბობდა, რომ იცხოვრე ყოველი დღე როგორც უკანასკნელი, იმიტომ რომ ერთ დღეს ეს აღმოჩნდება სიმართლე. მაგრამ ეგ აზროვნება დაქტოვებს აწყოში დღევანდელ დღეში. მაგრამ ილუზია დროის საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი პრობლემა ამ დროს ჩემი აზრით თვითონ
ხანგრძლივობა კი არ არის სიცოცხლის. არამედ დროის განცდა, როდესაც შენი კაი დღეს არ გავაკეთე, დღეს არ ვაკოცებ, ხო ვაკოცებ. დღეს არ ჩავეხუტები ზეგვიზავ, ერთ თვეში წავალ, აი, როდესაც შენ გადადე ცხოვრება, შენთვის მნიშვნელოვანი რაღაცები, იმიტომ რომ ჩემი აზრით აი ეს სიკვდილი გინდა კოელიოს ეს ვერონიკა რო გადაწყვიტავს სიკვდილს, გინდა ბევრი ეგეთი ნაწარმოები აჩვენებს ზუსტად იმას, რომ სიკვდილის მოახლოება ცვლის დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი. ის ილუზია არის სინამდვილეში, მე გავიზდები, დავბერდები, მე ყვები წიგში სხვათა შორისაც ბირთვული მედიცინის ცენტრში ვარ ისრაელში და მთელი ქალაქია სავსე კიბოიანი ადამიანები და ბავშვები რომ ნახე კიბოიანი, მე დავჯექი უბრალოდ და შოქში ვიყავი. ეს 7, 6, 8 წლის ბავშვებს თმა გაცვენილებს ვხედავდი, რომლებმაც თან იციან, რომ იქ ეუბნებიან. ხო, იქ არ მალავენ დიაგნოზს. და დავჯექი და მივხვდი რამხელა ილუზიაში ცხოვრობ ამ ქალაქ ზემოთ და ვჯერა რომ რავი ხვალ არაფერი ზეგან მე დავიძინებ და ხვალ გავიღვიძე. საიდან იცი რომ გაიღვიძე? აი ეს არის ჩემი აზრით ზუსტად ის, რაც აკეთებს გადადებას ცხოვრების პერმანენტულად და არ გაკეთებინებს არჩევანს იმის სასარგებლოდ, რაც მართლაც მნიშვნელოვანია შენთვის. ცალსახად გეთახობი. კითხვი არ ვიცი პასუხიო, მაგრამ მე ვიცოდი რომ დაახლოებით მაგაზე გახვედით. ძალიან ახლობლური არის შენი პასუხი ჩემთვის მაგაზე. შენის ნებართვით მე ბოლო კითხვაზე გავალ, მე თუ გინდა დავტოვოთ. უკან ისმის? დავტოვოთ სივრცე კითხვებისათვის თუ არის. არის ერთი კითხვა, რომელიც მეზიზღება. მაგრამ ეს კითხვა მაინც ჟღერს და ამ დროს ცუდი კითხვა არ არის, უბრალოდ თუ ისეთი გაუწვრთნელი გონებისთვის მომაკვდინებელი კითხვა არის. შენ გაუწვრთნელ ადამიანებში არ მოისაზრები. კითხვა არის ესეთი. ბოლოს რა ხდება? და ბოლოში იგულისხმება ის, რომ აი როდესაც შენ ამბობ, რომ აი გამოფხიზლება, აი სხვანაირი დამოკიდებულება, აი გადაფასებული ფასეულობები, აი ჩემი ცხოვრებაც, რომელიც ფაქტიურად დევს ისეთნაირად, რომ მე უკვე სიკვდილ გამოვლილი ვარ, ცოცხალი ვარ, მაგრამ უკვე ვიცი რაზედაც არის საუბარი. და ცუდი კითხვა. მერე ნუ მოვიყვანო ერთი ამ კითხვას პასუხი რო გავცე. ერთ-ერთი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ ერთ წუთიანი. რაღაცა გამოცდილებაში ვარ, რომელიც ვირტუალურად იწვევს სიკვდილს, ვირტუალურად. და იმ მომენტში მოდის ისეთი სიმშვიდე, რომელიც არ გამიცდია ცხოვრებაში. აი უბრალოდ ტოტალური სიმშვიდე მოდის. და მე მახსოვს ჩემი რეაქცია, ჩემი ოღონდ მე რა ვარ ამ მომენტში მაგას ვერ ვიაზრებ, ანუ ვის კონდა რეაქცია არ ვიცი. იმ მომენტში ბიჭო, თურმე რისი გვიშინია. იმიტომ რომ ისეთი სიმშვიდე მოვიდა, ან რომ ისეთი სიმშვიდე მოვიდა, რომელიც ალბათ ცხოვრებაში, არ ვიცი, იმ დროს ალბათ 40 წლის ვარ, ამ გამოცდილებას რო ყვები, მე ეგეთი სიმშვიდე ცხოვრების მანძილზე არ მიგზნია, რომელიც მოვიდა. როდესაც ვერ ხვდები ვინ ვარ, რაღაცა twinning ცდილობს, რომ საშას ცდილობს, რო თქვას და ვერ ვიხსენებ. ანუ რაღაცა ცდილობს, რომ გაიხსენოს და ის ასაც უნდა ახსოვდეს, ის გათიშულია. იმ მომენტში ტოტალური სიმშვიდე და მოდის ჯერ სიმშვიდეში ვიბანავე, შემიძლია ეგეთი რაღაცა თქვა, რომ აი თუ შეგიძლია სიმშვიდეში ვიბანავო, ესე აი დუში მივიღე სიმშვიდის. და მოდის სასტიკი გლოვა. როგორი გლოვა მოდის, იცი რომ ჩვეულებრივად მეგრულ პანაშვიდზე ვარ. და დავსტვირი. და შუა პროცესში რო დავსტვირი, მე უსვავ ჩემ თავს კითხვას, რომ ბიჭო, რას მისტირი ეგრე? ანუ რას დასტვირი ეგრე? ანუ რა არის ეს? რომ მოვკვდი? აბა რას მისტირი მეთქი? და მან მოვიდა ჩემთვის ალბათ ყველაზე დიდი ინსაიტი, რაც ამოვიღე ამ გამოცდილებას. არა საშა. იმას არა რომ მოვკვდი. მე დავტვირი იმას, რომ არ გიცხოვრო.
არ მიცხოვრია, ანუ აი ეგ მომენტი, ანუ არ მიცხოვრია, ოღონდ რა არის მიცხოვრია, რა მიცხოვრია, როგორი მიცხოვრია, ეგენი არაფერ მახსოვს. მაგრამ იმას ხვდები რომ რაც იყო და რასაც ეძახი მიცხოვრია, ეგ ნაღდი არ იყო და ეგ ნაღდია და თურმე მანდ მოვიდა ინსაიტი, მანდ რომ მე გამოვიდი მაგამოსტილებიდან და კაი რამოდენიმე თვე ჟურნალინგს ვაკეთებდი, ვიწერდი, მიბრუნდებოდა ინსაიტები რაღაცები და დავწერე. მე ვიცხოვრე აქამდე სხვისი ცხოვრება. და აი იგი იყო მომენტი, ალბათ რომელმაც, რავი, ეს წიგნი შექმნა და ბევრი სხვა რაღაცა, რასაც ვაკეთებ დღეს. და პასუხი არის სიმშვიდე. Ladies and gentlemen, the one and only Sasha Katzman. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homeri.